როგორ გავხდე მდიდარი და ბედნიერი. ალბათ ეხლა თქვენ ელოდებით ჩემგან იმ თეორიას რაღაცა მარკ ცუკერბერგის ან ილონ მასკის ან მსგავსი რაღაცა ადამიანების, ვისაც თუ გინდა სტივ ჯობსის, აი სტივ ჯობსთან უფრო ახლოს ვარ. იმასთან მიმართებაში თუ როგორ გავხდე არა მარტო მდიდარი და წარმატებული, ხო? უბრალოდ ბედნიერი. ეცით რა არის? ჩვენ რო შევხედოთ თვითონ მატერიალურ მდგომარეობას იმისა თუ რა წარმოადგენს ადამიანის ბედნიერებას, ხო? ეს ხო არ განიხილება უბრალოდ ქაღალდის ფორმატში, იმიტომ რომ ეს ქაღალდი არის ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდი და მეორე დოლარი, ხო? ორივე ქაღალდია. უბრალოდ სხვადასხვა დანიშნულებით მუშაობს ეს ქაღალდი. მაგრამ აქ ქაღალდის მიღმა არსებობს ყველაზე მთავარი რამ, რის გამოც პრინციპში გეძება ეს უტოპიური ქაღალდი, იმიტომ ეს არის უტოპია, ხო? რაღაც მომენტში არ დაფიქრებულ ხართ, რომ მე მგონი ძალიან მაგრად დაგვსინიან და გვეღადავებიან, იმიტომ რომ აი ისეთი შედევრები, როგორიც არის მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ან თუ გინდ ჩამოვიდეთ, გავცეთ იმას ხელოვნებას და მოვიდეთ აი სტივ ჯობსის ქმნილებებთან, ხო? როგორ შეიძლება რომ ეს ქაღალდის დონის ფასეულობას წარმოადგენდეს, ხო? იმიტომ პრინციპში ამ ქაღალდის გულისთვის კაცობრიო ვართ შეშლილები. დავჭამეთ ერთმანეთი, დავხოცეთ და ვაფშე მის მიღმა საერთოდ არაფერი არ გვაინტერესებს, ხო? რაღაც მომენტში ეს რო დაუფიქრდე, მიხვდები რომ უბრალოდ ან გაღადავებენ და გეშაყირებიან აი ეს რაღაც სტრუქტურები, რასაც ხშირად ეძახიან მართავ ელიტარულ სტრუქტურებს, ან უბრალოდ სულ სხვა რამეშია საქმე და ეს სულ სხვა რამე იცით რაში მდგომარეობს, რომ ეს საკითხი გაწერილი არის, გაშიფრული არის ბიბლიაში, არა მარტო ბიბლიაში, ბჰაგავად გიტაში, ბევრ ძალიან საინტერესო უძველეს წიგნებში და რელიგიურ ტრაქტატებში, ესე რომ ვთქვა. ადამიანის ფენომენალური არსებობა საერთოდ დაფუძნებულია მის პირველ რიგში ადამიანობაზე. შენ თუ არ მიაღწიე შენი შინაგანი ფუძის მოძიებას, ეს ნიშნავს აი ჭეშმარიტი ადამიანის არსებობის, თუ ვინ ახარ, რა ხარ, რატო ხარ, დანარჩენი ყველაფერი აი ხელოვნებაც კი დიდი რაღაც მიღწევებს კი არის ფუჭი. რატო? იმიტომ რომ ესე იგი ვერც სახს, ვერც Apple-ის ტელეფონს, ვერც სამწუხაროდ დიდებული ქმნილების ნახატს, ვერც კარლ ლაგერფელდის ულამაზეს ძვირფას პიჯაკს ვერ წაიღებს ამარეში, არა? ვერ წაიღებ, ეს ყველაფერი არის ფუჭი, ამიტომაც არის გენიალური თამაში მოგონილი. ნახეთ? ამ თამაში ხარ შენ, ეს მატერიალური შენ გარშემო არსებული სამყარო, ძვირად ღირებული შენი რაღაცა წარმოქმნილი იდეები, რომლებიც არის დაყვანილი ქაღალდამდე. თუ დაფიქრდები, ხო, მიხვდები, რომ ეს არის ძალიან დიდი თამაში და გამოწვევა. მაგრამ ვერ გაიქცევ იმ პირობებს, ხო? შენ მაინც გჭირდება ეს ფული, მაინც გჭირდება თამაში სწორედ შესვლა და სწორედ შესვლა რას ნიშნავს? არასოდეს არ იოცნებოთ მარტო ფულზე. ფული არის ქაღალდი და არის ინფორმაცია, რომელიც მოდის შენთან იმის და მიხედვით თუ რა სიღრმისეული იდეის მატარებელი ხარ შენ. შენ თუ გაქვს იდეა პირველ რიგში, რისი განხორციელებაც გინდა და ამ იდეას ესაჭიროება, ესა თუ ის ფინანსური რესურსები, შენ აუცილებლად სამყარო გამოგიგზავნის ამ თანხას. აუცილებლად შენ იქნები მდიდარი და წარმატებული, იმიტომ რომ შენ პირველ რიგში გაქვს იდეა. ეს ერთი, მეორე, მორჩენილი პერიოდია დღევანდელი პერიოდი, როდესაც შენ საკუთარ ეგოს ემსახურები და მე მარტო უნდა გავდირდე, მე მარტო უნდა გავბედნი, მაგრამ არაფერი ეს არ მუშაობს. უკვე სხვანაირი კუბიკ რუბიკი ხო იცით, სათამაშო რო არის, დატრიალებული არის. შენ იდეის მიღმა თუ გადახედავთ ხო საერთოდ ელემენტარულად იგივე როტშილდების, იგივე მორგანების, აი ძალიან მდიდარი კლანების ცხოვრებას, ხო? თქვენ შეხედავთ პირველ რიგში რაოდენ უზარმაზარი რაღაცეები აქვთ მაგ დედამიწაზე დაარსებული. სკოლები, უნივერსიტეტები, კულტურული ცენტრები, მილიონი რაღაცა. ესე იგი შენ უნდა შენი იდეიდან გამომდინარე, იცოდე რომ ეს იდეა გამოადგება შენს
პიროვნებას მარტო კი არა, პირველ რიგში კაცობრიობას, მეორე რიგში ადამიანებს. შენ უნდა ემსახურო შენი ქმნილებით სამყაროს. და როდესაც ეს ორი თანხwebdriverში მოვა, ისევ უბრუნდები ეგვიპტის პირამიდის წყობას. ნახეთ, ორი თანხwebdriver და მესამე თავარი ის ენერგია გადაწყვიტავს, რომ შენ გჭირდება რესურსი და აუცილებლად universe სამყარო გამოგიგზავნის დიდ თანხას, იმისათვის რომ შენი სურვილი სწორე გზით შექმნა და აისრულო.